გამარჯობა. დღეს ჩვენ ვნახავთ აი ამ პოზიციას. როგორც ხედავთ, ორი პაიკი ორი ეტლის წინააღმდეგ არის. და აქ შეიძლება იფიქრო, პაიკების გაჩერება ძალიან მარტივია. მაგალითად, აი ეს პაიკი რომ მოვკლათ. მერე შავები რომ გააცოცხლებენ, ვითომ ჩვენ მოვკლათ და მაგარია. არ არის მაგარი, იმიტომ რომ პატი არის. კარგი, მაშინ შენ შეიძლება აი სხვა რამე გააკეთო. ეთო და პაიკი არ მოკლა, მაგალითად ეს. ესეც არ არის სწორია, როგორც ხედავთ, მერე უკვე გაგვაჩერებენ რა. აი ასე გაგვაჩერებენ, გაწყობს? არა, არ გვაწყობს. ამიტომაც ჩვენ უნდა ვიფიქროთ ჭკვიანურად. და რა უნდა მოვიფიქროთ? ეს არის გამოსავალი. როგორც ხედავთ, პაიკებს სხვა გზა არ აქვთ, უნდა მოკლედ იძულებულები არიან. ის რომ მოკლავს პაიკი, გააცოცხლებენ ლაზიერს. ეს შემდეგ ჩვენ მოკლავთ ლაზიერს, არასწორია, იმიტომ რომ ისევ პატი არის. ჩვენ პირდაპირ ხედავთ შამats და აღარ გვჭირდება ეს ლაზიერები. ხო და ასევე ამ სვას თუ გავაკეთებ და ამ პაიკმა მოკლა, ეს შამათი არის. სრულიად იგივე პოზიცია არის, როგორც ხედავთ. უბრალოდ ადგილები არის სხვანაირი. კარგი, დღეისათვის კიდე სულ ეს იყო. აუცილებლად არ დაგავიწყდეთ ვიდეოს დალაიქება და არხის გამოწერა. მე კიდე ამით დაგამშვიდობებით.